მე არ მაწყობდა თემურ ქეძბაიას ქართულ ფეხბურთში დაბრუნება. ვითომ რატომაც არა. ნამდვილად საინტერესო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ძალიან ბევრი მაგრამ არსებობს. გუნდის მთავარ მწვრთნელს გუნდის ხელმძღვანელობამ თუ ხელი არ შეუწყო, ამ საქმეს ვერც ანჩელოტი და ვერც გვარდიოლა ვერ უშველის, მით უმეტეს ქეძბაიას. პროფესორო, კარგად დაფიქრდი და შენი აზრით რას გვეუბნება ეს კონკრეტული მოცემულობა? ქეძბაია მოვა, საქართველოს ეროვნულ ლიგას თბილისის დინამო მოიგებს და შემდეგ რა, გავდივართ ევროტურნირებზე? არა, როგორ გეკადრება ახლა დინამო თბილისი მაგას იკადრებს, ახლა რომ ევროტურნირზე გავიდი, მეტი საქმე არა აქვს. ხვდებით ხო საითკენ მიმყავს საუბარი, თუ ფეხბურთელი არ გაუჩერე ევროტურნირის დროს ამ კაცს, შედეგს ვერანაირად ვერ დადებს. ახლა ბარბაქაძეთი და ლეჟავათი მართლა ვერსად ვერ გახვალ. მე მგონი ეროვნულ ლიგასაც ვერ მოიგებ. პირიქითაც შეიძლება დაქვეითდე კიდეც ამ ლიგიდან. შეიძლება საერთოდაც სხვა რაღაცა ხდება. ამ მწვრთნელის დაბრუნება ქართულ ფეხბურთში სხვა რაღაცას გვაუწყებს გუნდის სხვანაირად მუშაობას. მუშაობაში რა იგულისხმება კიდე უნდა განვავრცოს, თორე შეიძლება ვერ მიხვდე. ანუ მუშაობაში რა იგულისხმება და ფეხბურთელს რომელსაც აკადემიიდან გაზრდი და იქნება ძალიან ნიჭიერი, 1-2 სეზონი მაინც გააჩერებ, რომ სადმე გახვიდე. რითი შეიძლება გავიდეთ, ხო? აიქით სადღაც უცხოეთში მივიწყებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ვერსად ვერ ივარგა და ვერსად ვერ გააჩერეს, იმათი აქ დაბრუნება და ამ გუნდით შედეგის დადება? არა ვითარ შემთხვევაში. რამდენიმე ისეთი ფეხბურთელის ჩამოყვანა, რომელსაც შედარებით აქვს გამოცდილება და ამ ეტაპზე აქვს სათამაშო კლასი. კარგად ვაკონკრეტებ კლასი და არა ის რომ სადღაც უთამაშია თავის დროზე და ჩამოვიდა აგერ იბერიაში კონგოლო და ერთი თამაში ითამაშა და წავიდა. ეს არის საქმე. იმით ნამდვილად ვერ მოგვატყუებთ ახლა რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებით ბოლომდე ფონს გახვიდეთ და რაღაცები გვაბოლოთ, რომ პროექტია, რომელიც ოდესღაც შედეგს გამოიღებს. ახლა კლუბები არ მინდა დავასახელო, პროექტს გვეუბნებიან უკვე მე-7, მე-8 წელია და ვერაფერს ვერ აკეთებენ საერთოდ. და არ გვინდა ეს სიტყვა არ გამოგვადგა, მიგიხვდათ ქართველი გულშემატკივრები, პროექტი. აღარ გვინდა. ჩამოვიყვანოთ გამოცდილი ფეხბურთელები, რამდენიმე მე შევაზავოთ ეს ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები და რაღაცა გამოვა მე მგონი, ხო? მაგრამ შენ თუ მოკიდებ ამ ნიჭიერ ფეხბურთელს და მალევე გაყიდი, არაფერიც არ გამოგივა. ტყუილად ჩამოვიყვანე თემურ ქეძბაია და შემდეგ ტყუილად დააბრალე ცუდ შედეგებზე პასუხისგებლობის აღება. დამთავრდა ფინიტო. მოდი ახლა პროფესორო, ბევრი რო არ ვიტლიკინო სულმე, რაღაცები გამოუშვი შენი მოსაზრება და გავცვალოთ ურთიერთი ერთმანეთში. მეტი ზღაპრებისთვის შეგიძლია გვერდი გამოიწერო და ეს ვიდეოც პარენ გააზიარე. გიყვარდეს ქართული ფეხბურთი, რამე თუ კილიან მბაპე და იამინ იამალი შენი ქვეყნის დროშას შორს ვერ გაიტანს.